ერთ-ერთ ინტერვიუში გავთ ასეთი რაღაც ნათქვამი, შურისძიებას მირჩევნია მიტევებაო, მაგრამ მიმტევებელ ადამიანს ხშირად სულელს ეძახიან. ხო, ამაში გეთანხმებით და მოდით ესე დავსვავ კითხვას, შვილს როგორ მივაწოდოთ ეს? ბუნებრივია დარწმუნებული ვარ შვილს ამასაც არა, ნახეთ როგორი რაღაცაა. მე ალბათ ასე ვეტყოდი, რომ მე განმიცდია ერთის და მეორეც. პირდაპირ ვამბობ, შურის მიძიებია. ოღონდ მიტევების მომენტში მე არ ვამბობ, რომ ყოველთვის მაგას გავაკეთებ და ყოველთვის მასე გამიკეთებია, მაგრამ ნახეთ შეგრძნების ზონეზე მე მაგალითად მეტი სიამოვნება მიმიღია, როდესაც მიმტევებელი ყოფილვარ, ვიდრე შური რომ იძიებია. იმიტომ რომ შურის ძიების მომენტში შენ თვითონ ხდები უსუსური ალბათ. იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა არის, რომ შენ დაგიჭირა იმ ადამიანმა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შენ ვერ მოერიე და დაგჭაგრა. და შენ ამითი მიიღე ტრავმა და ამითი დაიბოღმე, ხო? მერე შენ დაიჭირე ის ადამიანი. როლი შეცვალე. ხო, მაშინ ნახე შენი თავი უკვე ვიზუალურად დაემსგავსე იმას, როგორიც გახსოვს შენ რო დაგჭაგრა მაშინ. და როდესაც შენ მიდიხარ, აი მე უკვე შენზე მაგრად ვარ. მე აი ახლა შემიძლია და ის რო ელოდება შენგან დაჭაგვრას და რომ თუნდაც რომ მობრუნდები და რომ არაფერს არ ეტყვი და წამოხვალ. გაცილებით მეტ სულიერ სიმშვიდეს ღებულობ ალბათ ადამიანი მაგ დროს, თუმცა ძალიან ძნელია მაგის გაკეთება. ძალიან ძნელია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ მე ახლა თქვენი ასაკი არ ვიცი და ჩემზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებით და შესაბამისად მე მაქვს ამისი თქვენთან თქმის უფლება, რომ ასე მერჩივნა ალბათ რომ გამიკეთებინა და ასე ჯობია ცხოვრება, თუმცა ძალიან რთულია, რომელი არის ალ პაჩინო რო თამაშობს იმ ფილმში ბრმაზე რო არის ქალის სურნელში აქ ერთი რაღაცა რომ ყოველთვისო იყო სასამართლოს რო უწყობენ ამ პატარა ბიჭს რა როგორ რაღაცას ეუბნება რომ ყოველთვის ვიცოდი სწორი გზა რომელი იყო უღოდ არასდროს არ ამირჩევიაო იმიტომ არ ამირჩევიაო რომ ყოველთვის ძნელი იყო და იგივეს ვეთანხმები მეც რეალურად რომ მიტევება სწორი გზა როა ყველამ ვიცით ყველა მე ახლა არც ვინმეს მოძღრავდა, არც ნიღაბს არ ვიკეთებ, რომ აი მე რა კარგი ადამიანი ვარ და ვაიმე ეს რა პიროვნება ყოფილა. მე ჩემზე კარგად მე არავინ მიცნობს და აქედან გამომდინარე ჯობია ასე იცხოვრო, თუ კი გექნება შინაგანი ძალა მაგისთვის. თუ მაგას საკუთარ თავში ალბათ მაგის ძალას იპოვი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი შეიცანი და შენს თავზე გაიმარჯვე. და საკუთარ თავზე გამარჯვებაზე დიდი გამარჯვება მე მაგალითად არ მგონია ადამიანს. აუ მეც მქონია ეგ შემთხვევა რაღაცაზე რომ აი უორჭოფობდი და ბოლო ის გავაკეთე, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ საკუთარ თავზე გავემარჯვე, ასე მეგონა სამყაროში ვიყავი პირველი. ხანდახან არაფრის გაკეთება არის უდიდესი საქმის გაკეთება. უდიდესი ნაბიჯია, ვიდრე ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენ მიზანს მიაღწევ. აი ალბათ ეგ მომენტი დამეწყო. ეგ მომენტი არის ჩემს ცხოვრებაში უფრო ჭარბობს, იმიტომ რომ თბილისის რომელიმე თეატრში ხარო, მე თავიდან აღარ მინდა დაწყება. არ მინდა დაწყება, რატო იცი რომ თუ რომელიმე თბილისის თეატრში რეჟისორს მე დავჭირდი და გავახსენდი სადმე, მე აღარ მაქვს ის მომენტი უკვე რომ ვინმეს თავი შევახსენო. სურვილი არა მაქვს, თორე განაძალა არა მაქვს, ან სურვილი დაკავების შემთხვევაში როგორ არა მაქვს. ახლა რომ მე მივიდე არა, არ მინდა. წყნარად ვარ, მშვიდად ვარ ჩემთვის.